ეს ყველაფერი ერთის მხრივ ფინანსურ ზიანს გვაყენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მორალურად მართლები ვართ და ჩვენთვის თავარი არის ღირსების შენარჩუნება ამ სიტუაციაში. ბაბალეს დამფუძნებელი ლია ტაბატაძე ამბობს, რომ წელს საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობის არც სურვილი აქვთ და არც განწყობა. ყავს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები, ამდენი ნაცემი ადამიანი ქვეყანაში და არავის არ გვეზეიმება და ეს განწყობა ნამდვილად არ არის, რომ გარეთ გავიდეთ და მით უმეტეს სამთავრობო ღონისძიებებში ჩავერთოთ და გავუწიოთ მხარდაჭერა ამ ღონისძიებებს, ამიტომ ყველაფერზე უარი ვთქვით და ასევე უარი ვთქვით ყველა იმ შემოთავაზებაზე, რომელიც სამთავრობო ინსტიტუციებიდან მოდიოდა, ანუ ჩვენ წლების განმავლობაში კორპორატიულ შეკვეთებს ვაკეთებთ ხოლმე წინა საახალწლოდ სასაჩუქრეს და არაერთხელ ყოფილა ვთქვათ ან პარლამენტი, ან თბილისის მერია და სხვა უწყებები, რომლებსაც გაუჩუქებიათ ჩვენთან შეძენილი საჩუქრები. წელს ყველას უარი ვუთხარით, რა თქმა უნდა, ამაზეც. არაფრის განიშვა ბაბალე და დღეს ძალიან ბევრი რამე აქვს უკვე 10 წელი აქვს უკან მოტოვებული, გამოცდილება უზარმაზარი და არ მეშინია ზუსტად ვიცი, რომ დავძლევთ ამ ყველაფერს.